ყოველ სამშაბათს იმედზე 22 საათზე თქვენ გელოდებათ ყველაზე მუსიკალური მეგა შოუ მიმღერე. შოუ, რომლის სცენა სიმღერით, სითბოთი და სიყვარულით ასავსე. ჩვენ ამაზე კულუარებში უკვე ვსაუბრობდით. გიორგაძეების ოჯახი შემოგვიერთდა, რომა გიორგაძე და სალომე ზვიადაძე. მათ უკვე კარგად იცნობს იმედის მაყურებელი, გიცნობთ რა თქმა უნდა ჩვენც. მოგესალმებით დიდი სიყვარული და პირდაპირ გადავალ კითხვაზე. აი, პირველად რომ თქვით დიახ, მივიღებ მონაწილეობას, რა შეგრძნება გქონდათ თქვენ, იმიტომ რომ ამ პროექტში ძირითადად მომღერლები მონაწილეობენ, თქვენ ეს პროფესიონალი მომღერალი არ ხართ, ხმის რეჟისორი და სალომე საერთოდ ექიმი ბრძანდება. აი, როგორ მოხდა ეს? ექიმი რადიოლოგი. კი ბატონო. აბა გისმენთ. მოგლეთ ძალიან პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან გვიხარია აქ რო ვართ. ძალიან კარგი განწყობა და დიდი მადლობა ამისთვის. მოკლედ ძალიან დიდი სურვილი იყო მეუღლის მხრიდან განსაკუთრებით და მეც ამაში მხარი აუბი შესაბამისად მეუღლის მხრიდან იყო ეს კიდე ხო იცით როგორ არის რადგან ექიმია შესაბამისად უფრო მეტი სიმღერისკენ მიდრეკილება მე ხო ყოველდღიურად ამაში ვარ და შესაბამისად მეუღლეს უფრო დიდი სურვილი იყო რა თქმა უნდა ჩემი სურვილიც იყო ამაში ერთმანეთს მხარი აუბით და ძალიან გაგვეხარდა ზარი რომელიც განხორციელდა ჩემ ტელეფონზე და ესე ძალიან ქალბატონო ექიმო რადიოლოგო ეს პაციენტები უკვე გცნობენ ხო ალბათ დარწმუნებული ვარ მოგესალმებით გამარჯობა საერთოდ ექიმები გამოირჩევით და ალბათ ყველა პროცედურას სიმღერით უტარებთ ხო თლადასი არ არის მაგრამ ტკბილხმოვანება მნიშვნელოვანია ნამდვილად ჩვენ სპეციალობაში ხო ძალიან გამიხარდა ძალიან სასიამოვნო იყო თუმცა რომ შევიტყვეთ მონაწილეების შესახებ ავღებდით იმიტომ რომ ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს და დიდი პატივი იყო ჩემთვის ქალბატონი თამარის გვერდით ივერის გვერდით მღერა ეს იყო საოცარი შესაძლებლობა და ძალიან ამაღელვებელი ძალიან ბევრი რომელიც საკმაოდ მაყურებლები აღფრთოვანებული არიან და საკმაოდ კარგად ნამდვილად მოგეხსენებათ ეს არ არის კონკურსი ამდენად მხოლოდ სიყვარული და სიმშვიდეს უფევს ერთმანეთის თანადგომა და მიმღერელები ერთ ოჯახად შევიკარით ასე რომ ვთქვათ და ამას გრძნობს მაყურებელი ვფიქრობ ეს თამაშობს დიდ როლს რომ ასე მიიღო ოჯახებმა მსმენელებმა ეს გადაცემა და მე ყველას მადლობას ვუხდი იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული წამოვიდა და ამისთვის ყველას დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ჩვენ ვერ ვპასუხობთ შესაბამისად როგორ არ წამოვა სითბო და სიყვარული რაც ახლა კადრში ხდება და ხმოვანებაც გვესწრება სხვანაირად არ შეიძლება როგორ სჭირდება ეს ქართველებს კი განსაკუთრებით სჭირდება და საერთოდ დედამიწა სჭირდება და ქართველებს მათ შორის რა თქმა უნდა ერთი შეკითხვა მაქვს თქვენ უყურებთ გასაგებია ამ პროექტს გაგეხარდათ კიდეც დიდი ერთმანეთის დათანხმება არ სჭირდებოდათ მაგრამ თავარი ახლა კი ბატონო დავტახდით რეპერტუარი რეპერტუარზე არა როგორ შეაგანმეთ რომ ანუ ამას ვიმღერებ არ ვიმღერებ აი ეგ ამბავი როგორ იყო რეპერტუარი ოჯახური ეს ტრადიცია გვაქვს რომ ხშირად ვიკრიბებით და ვღერით და აქედან ძირითადად მაინც საბაზო რეპერტუარი აქედან შეერჩა და შესაბამისად რაღაცები მე პროექტიდან გამომდინარე პირველი ორი სიმღერა შევათანხმეთ რა თქმა უნდა პროექტის ხელმძღვანელებთან და შესაბამისად აქედან შეერჩა რეპერტუარი ძალიან სიმღერა არის ესეც მნიშვნელოვანი როლის მატარებელი და მიღებულია უბრალოდ საჯაროდ არ ვიცით საოცრად უხდება თქვენი ხმები ეს მინდა და დამემატებინა ჩემი მხრიდან სამსახურშიც მანქა ავტომობილშიც და ყველგან ვცდილობთ რომ რაღაცნაირად დაძაბულ სულ ხო მაგრამ მუსიკალური ლიდერის სტატუსი ოჯახში ვის აქვს რომას რომას გვერდით სიმღერა არ არის მარტივი პირიქით ძალიან ისეთი მომთხოვნია იმიტომ რომ თვითონ სპეციალისტია ძალიან კარგი მე პროფესიით მომღერალი არა ვარ მაგრამ ვარ დირიჟორი შესაბამისად არანჟირებებს ვაკეთებ აი სიმღერებსაც წერ საოცარი ყური აქვს ხო და შესაბამისად უკვე რა თქმა უნდა ლიდერის სტატუსი ახლა თავდაბალი რომ არ ვიყო შევითავსე და უბრალოდ პირველი ორი სიმღერა რომელიც შევასრულეთ უნდა აღინიშნოს რომ ეს ჩვენი ერთმანეთის გაცნობიდან მოყვება რაღაცა ჩვენი სიყვარულის ისტორიას მოიცავს სიმღერამ შეგახვედრა კი სიმღერამ შეგვახვედრა
სიმღერით ჩვენ ვართ ქუთაისიდან. ქუთაისის სიმღერა და სუფრის კულტურა და სუფრაზე სიმღერა კარგად მოგეხსენებათ რა არის, როგორ არის ჩვენი მომღერალი ოჯახია და ასე თუ ისე ყველა გვიცნობს ქუთაისში გიორგაძეებს და შესაბამისად აი ზუსტად ამ თავყრილობების ადგილზე მოხდა ჩვენი გაცნობა. შემდგომ აი ესე სულ უყურებდი მომწონდა ეს ლამაზი გოგონა, მაგრამ ერთი დღეც ისე მოხდა, რომ დავინახე სხვანაირად და აი უკვე იმ დღის მერე როგორ იყო, იცით, ვღეროდით ესე, მაგრამ ერთმანეთისთვის ესე არ შეგვიბედია სიმღერა, იმიტომ რომ რაღაც ხო იცით, მაინც ისეთია. მაგრამ უკვე აი როცა დაიწყო რაღაცები, უკვე იქ ძალიან ჩაერთო სიმღერა და მუსიკა, კი სრულად ავამუშავე ეს რაღაცა ის ძალიან მნიშვნელოვანია ხო? სანამ თავყრილობაზე შეხვდებოდით თქვენ და იქ უმღერებდით ერთმანეთს, ან ჯერ ორ ხმაში იმღერებდით და მერე უკვე ერთმანეთს უმღერებდით, მანამდე თუ უმღეროდით და რაღაცა პროფესიული გამოცდილება ხო არ დადიოდით სადმე, ან ვინმე ხო არ გასწავლიდათ, პედაგოგი ხო არ ყავდათ? აბა დაიწყე რა ხან? რა თქმა უნდა, მე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავხდით ჩემს პედაგოგს, რომელმაც შემაყვარა პირველ რიგში და მასწავლა სიმღერა, მომიფერები კახას და მადლობას გადავხდით ჩემი ბავშვობის იმ ლამაზი წლებისთვის. ძალიან მიყვარს. ახალგრძელიშვილს, ორმასი მადლობა. კი, ნამდვილად. მე შესაბამისად ხალხური სიმღერით დავიწყე. ძალიან დიდი მადლობა ჩემს პედაგოგებსაც და უღრმე ძალიან მადლიერი ვარ ყველას სათითაოდ ემზარ შარვაშიძის, ირინე ლომინაძის შემდგომ უკვე რომელსაც დირიჟორობა დამაწყებია და ლია ჭონიშვილის უღრმესი მადლობა კიდე აქეთ კონსერვატორიის რომელსაც მართლა აი შობელივით გვერდით დამიდგა ყველანი და რაცა ვარ მათი დამსახურება და ამიტომ უღრმესი მადლობა ყველას. დავიწყეთ ბავშვობიდან, ქუთაისიდან, სალოც მღერო და სულ აქტიურად, მაგრამ აი პროფესია მერე წაიყვანა სხვაგან და შესაბამისად, მაგრამ სიმღერას არ დაუნებებია თავი, არასოდეს სულ ემღერებოდა, სულ მღეროდა და ფანტასტიკურად მღერის. თვითონ არ ყვარს, მაგრამ მე ვამბობ, რომ სიმღერას გავყევი თავად ცოლად თქო და ეხლა უკვე სიმღერის დროა, სიმღერამ ამხელა როლი ითამაშა თქვენ ცხოვრებაში? სიმღერის გარშე არ გაგიშვებთ პირდაპირ გეუბნებთ. ისე როგორ იქნება, ხო? მეგობრებო, ერთს დავამატებთ. ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ და დამდეგს გილოცავთ. ბედნიერებას გისურვებთ და თქვენს ოჯახებს, ჩვენ ქვეყანას და მინდა რომ საუკეთესო კიდე მეტი წარმატებების და წინსვლის წელი ყოფილიყოს 26 და ასევე მიმღერეს ხელს შემოქმედებით მადლობა გადავხადოთ არაჩვეულებრივი პროექტია ნამდვილად. ნუცა დღეს საპატიო მიზეზით არ არის და ნუცას განსაკუთრებული სიყვარული. და კიდე განსაკუთრებით მოვიკითხავთ ყველა სეზონის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით მე-6 სეზონელებს, მაგრამ ყველა სეზონის მონაწილეს, იმიტომ რომ ეს ისეთი პროექტია, რომელიც სულ უნდა იყოს და იქნება კიდეც. ყოველთვის თავისი რეიტინგით ამის გარანტიას იძლევა. სცენა გელოდებათ. ორმასი მადლობა. დიდი მადლობა. და გისმენთ დიდი ინტერესით და სიყვარულით. როგორ საინტერესო სასიყვარულო ისტორია გაირკვა. გზა და გზა მასში. აბა გისმენთ. შენი სიყვარული ხან იყო ხან არა ერთად ყოფნის სიხარული თან იყო თან არა ამების ეირნობა სიზმრის მობარღა გათენების სითბოს მოდანა გაზაფხულზე ყვავილობის სურნელს მოგნახა და მე მალე მაინც მოგნახა მონატრებამ დამატეხა გრძნობის რიარია არ გეგონო სიყვარული ახლა გვიანია შენი ხიბლის კოცნის ხიბლის დრომზიანია
ალერსიანია ყოველ დღე და ყოველ ღამე მინდა გიყურო ღია კარი არ მომიხურო ისეთი შესრულება გქონდათ, არ შეიძლება რომ საჩუქრით არ გაგიშვათ ჩვენი სტუდიიდან.